დღეს მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს. აჰა ესე რა აღვალთ იერუსალიმად და შემდგომ მოწაფეებს მოუთხრობს თავისი ხვედრის შესახებ, რომ მას წინ ელოდება შეურაცხყოფა, გინება, ტანჯვა, ვნება, წარმართების ხელში გადაცემა, ჯვარცმა და შემდგომში მისი აღდგომა. როგორი განწყობა უნდა ყოფილიყო მაცხოვარში, როცა ის ამას ამბობს, ის ხედავს წინასწარ. აი ამ საშინელ დღეს, როცა ადამიანი ყველაზე მეტ ბოროტებას განმოანთხევს მთელი კაცობრიობის ისტორიაში. როცა ადამიანი ცოდვილი, მონა, დაცემული, სრულად ცოდვაში მყოფი, ყველაზე მართალს, ყველაზე წმინდას, ყველაზე უცოდველს გაასამართლებს და სიკვდილის მსჯავრს გამოუტანს. უფალი ამას ყველაფერს წინ ხედავს. ის ხედავს სასმის, ბარძიმს, რომელიც მოუნდა შესვას და ის ბარძიმი სავსე არის მთელი ადამიანების, მთელი კაცობრიობის ცოდვებით. ის თავის თავზე იღებს აი ამ ყოველივეს და მისი ბუნებრივია მდგომარეობა, გონება, გული დამძიმებულია. აი ამ ყველაფერს უფალი თავის მოწაფეებს უზიარებს. მართებული იქნებოდა, რომ მათაც ამ თემაზე ეფიქრათ დღევანდელ დღეს. რომ რა არის ეს უწყება მაცხოვრისა, რომ მას წინ ჯვარი და შეურაცხყოფა ელოდება. რომ ისინიც მასთან მიცულიყვნენ, უფალი ან ენუგეშათ, ან რაიმე მისთვის ეკითხათ, ეთქვათ თბილი სიტყვა, მაგრამ ხდება საოცარი რა. ორი გამორჩეული მოწაფე, იოანე და იაკობი მიდიან უფალთან და მას თხოვენ სრულიად განსხვავებულ სხვა რამეს. რას? რომ ის ორი უფალმა 12-ში გამოარჩიოს და მის ყველაზე ახლოს მსდგომნი ჯდომარიანი იყვნენ სამოთხეში, დიდებაში. სრულიად განსხვავებული რამ. უფალი მათ რაზე ეუნება, რაზე მიანიშნებს, თავის მწუხარებას უზიარებს და ისინი მას სულ სხვა რამეს თხოვენ. არ იციან, რას ითხოვენ. უფალი მართლაც მათ ასე ეუნება, რომ არა იცით რასაც ითხოვთ. აი რა არის ეს ნათქვამი მაცხოვრისა, რომ არა იცი რასაც ითხოვ. ჩვენც ხშირად ღმერთს ვთხოვთ ჩვენს ათხოვარს. უამრავ რამეს მოვყვებით, ხშირად ჩვენ გვინდა რომ უფალი ვაიძულოთ, რომ მან ჩვენი თხოვნა შეასრულოს და ხშირად რამოდენიმე ხანი ღმერთს თხოვთ, მაგრამ ვიცით კი ეს კაია თუ არა ჩვენთვის? ჩვენ არ ვიცით რას ვთხოვთ უფალს. აი ამ თემაზე ერთი საოცარი სიტყვა აქვს ერთ ხადაგებელს, ეპისკოპოს ილია მინიატის. მიახლა ამ ნათქვამს გამოუკრიბავ და გავყოფ ორ ნაწილად. პირველს
წავიკითხავ ახლა. მეორე იქნება წირვის ბოლოს. თან დავინახავ წირვის ბოლოს ვინ მოისმენს მეორე ნათქვამს. ვის დააინტერესებს ეს ამბავი? ჩვენ ღმერთს რა ვთხოვთ? და ჩვენი თხოვნა სწორია თუ არა? რადგანაც სამწუხაროდ თქვენ გატყობთ ჩვენ მოძღვრები, რომ როცა წმინდა ზიარებას მიიღებთ, როგორც თავქუდ მოგლეჯილი ადამიანი გარბის, ისე გარბი ხარ თქვენ ტაძრიდან. სად? ალბათ ყველას თავის საქმე აქვს, გასაგებია, ბუნებრივია. მაგრამ მაშინ როცა თქვენ უნდა მადლი შეიწებოთ ზიარებისა და ტაძარში უნდა დაარჩეთ, რომ დასასრულს ასევე დაუცადოთ და წმინდა ზიარებას შეირგოთ, თქვენ გარბი ხართ შორს ეკლესიიდან. შორიელ ქვეყანაში, საერო საქმეებში. ან კიდევ უფრო ცუდი, მიწიერ რაღაც ცოდვებში. აი გამოჩნდება დღეს ვის აინტერესებს ეს ნათქვამი. მე მგონია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შემეცნებითია, რომ ჩვენ ღმერთს რას ვთხოვთ და რა არის მის წინაშე სწორი თხოვნა. ერთხელ მეფე ოქოზია ავად გახდა. ძლიერია ავადმყოფობა და ავადმყოფი მეფის შიშიც დიდი. ასეთ შიშსა და საფრთხეში ფიქრობს ვის მიმართოს, სად ეძიოს კურნება და გადაწყვიტა თავისი მსახურები ფინიკიაში ბაალის კერპთან გაეგზავნა. ეშმაკი ცრუ წინასწარმეტყველებით ატყუებდა თავის თაყვანისმცემლებს. რათა ეკითხათ, მისთვის გამოჯანმრთელდებოდა მეფე თუ არა. მივედით და კითხეთ ბაალს, უკვე თუ განვერემე ამის სენისაგან. მეფის წარგზავნილები გზას დაადგნენ, მაგრამ ღმერთი განრისდა მასზე და ილია თესბიტელს ანგელოზის მეშვეობით უბრძანა მათ შესახვედრად გასულიყო. ეიზულებინა ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ და მათთვის ეთქვა, განა იერუსალიმში არ არის ღმერთი, რომ მეფე კერპებთან მიდის და ანგელოზი უფლისა უწოდა ელიას თესბიტელსა და რქვა, აღდეგ და მიეგებოდე მოციქულთა მათ ოქოზია მეფისა და არქუ მათ, არამე არსა ღმერთი ისრაელსა შორის და მივალ თქვენ კითხვალ ბაალისა, წერსა მას და ღმერთსა აკარონისასა. წინასწარმეტყველმა ილიამ საჩქაროდ მათკენ გასია, შეაჩერა და დაარწმუნა უკან დაბრუნებულიყვნენ. მისთვის ჩვეული მგზნებარე მოშურნეობით უბრძანა ეკითხათ მეფისთვის, რაც წარგზავნა ისინი უსულო კერპებთან, წარგზავნა დემონთან, სიცრუის მამასთან, თითქოს და იერუსალიმში არ იყოს ჭეშმარიტი ღმერთი. ის ავადაა, მაგრამ არ მიმართავს ღმერთს, რომელსაც აქვს ხელმწიფება სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც, არამედ მიმართავს ბაალს, რომელსაც არ შეუძლია და არ უნდა ვინმეს სიკეთე გაუკეთოს. უკან დაბრუნდით და უთხარით თქვენს ბატონს, რომ ამაოდ გაგზავნით, რომ მოგმობა მას არანაირ სარგებელს არ მოუტანს, რომ ბაალი ვერაფერში დაეხმარება. ეს რე იტყვის უფალი, ცხედარცა მაგაზე და
რომელსა ახედ არა გარდა მოხდე მაგიერ, არამედ მაგაზე და სიკვდილითა მოკვდე. ყველაფერი ასეც მოხდა. წაგზავნილნი დაბრუნდნენ და მეფეს ყველაფერი მოახსენეს, რომ ის სარეცლიდან აღარ ადგებოდა, ამ ავადმყოფობისგან მოკვდებოდა და მოკვდა ოქოზია მსგავსად სიტყვისა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია. აბა შეიქმნა სხვა მეფე ეზეკია და ნამდვილად ახლოს იყო სიკვდილთან, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ავადმყოფთან ღვთისგან იქა წაგზავნილი წინასწარმეტყველი ისაია, რათა ეთქვა, მეფეო, შენი უკანასკნელი საათი დადგა, ვეღარ წამალი გიშველის, ვეღარც ექიმი, დაწერი ანდერძი, შინაური საქმეები მოაგვარე, რადგანაც მალე მოკვდები. ეს რომ გაიგონა, რახნა ეზეკიამ, ის მოიქცა როგორც ღვთისმოეში კაცი, მან მხოლოდ ღმერთს მიმართა და მიიქცია პირითვისი კვალად, კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და ტიროდა ეზეკია ტირლითა დიდითა და ამით მოწყალეყო ღმერთი. მან ისმინა მისი, შეიწყალა, განკურნა და კიდევ 15 წლის სიცოცხლე მისცა. ესრე იტყვის უფალი ღმერთი, ვისმინე ლოცვისა შენისა და ვიხილენ ცრემლი შენი, აჰა მე განკურნო შენ და შევზინო დღეთა შენთა 15 წელ. ქრისტიანო, ყურადღება მიაქციე ამ ორ სნეულ მეფეს, ოქოზიას და ეზეკიას. ოქოზიას ავადმყოფობა არ არის მომაკვდინებელი, ეზეკიასი მომაკვდინებელია. ეზეკია სასიკვდილოდ დაავადა, ეს თავად უფალმა განაჩინა. ესრეთ იტყვის უფალი, მოკვდე შენ და არა განერე. და მიუხედავად ამისა, ოქოზია თავისი სენისაგან მოკვდა, ეზეკია გამოჯართველდა. რატომ? ხომ არ არის ეს ღმერთის მხრიდან მიკერძოება? არა. ოქოზია იმიტომ მოკვდა, რომ მიმართა დემონს და არა ღმერთს. ეზეკია კი გამოჯართველდა, რადგან ღმერთს ესავდა. ერთზე ღმერთი განრისხდა, რადგან იმან ჯადოქრობას და გზნეულობას მიმართა. მეორე შეიწყალა, ამიტომ მან ილოცა და შემოსვლითა ცრემლი ღვარა. ამ მაგალითით ისწავლე ქრისტიანო, თუ ავად გახდი, გამოჯართელდები, თუ გაღატაკდები, საზრდოს იპოვი, ოღონდ ჯადოქრობით, ციცრუით, ბოროტი ზაფხებით, ეშმაკის გზას ნუ დაადგები, არამედ უფლის გზას შეუდექი, ლოცვით, იმედით და რწმენით. განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი, იმედით ესევდ მას რწმენით და გწამდეს, რომ მან ყოს შენთვის. ის ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი და სახიერია. მას ასე დაემორჩილე უფალს, როგორც ადამიანი და როგორც ქრისტიანი. კეთილი, მაგრამ როცა მიმართავ, რა უნდა შესთხოვო? ამაზე წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს. ის შესთხოვე, რაც შენთვის სასიკეთოა და მისთვის მომცემლისთვის შესაფერისი. საბერძნეთის ყველა მოქანდაკეს შორის პოლიკლეტე ყველაზე სახელოვანი, ნიჭიერი და თავისი ხელოვნებით გასაოცარი იყო. მაგრამ მას კიდევ უფრო დიდი ხელოვნება ბრბოს აზრის დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა და გადაწყვიტა ხელოვანმა ერთდროულად დაემკმაყოფილებინა და ემხილებინა ხალხის სურვილი. მან
ორი ქანდაკება დაამზარდა. ერთი ყველასგან მალულად და ხელოვნების ყველა წესის დაცვით, მეორე კი ღიად, ყველა სურვილის გათვალისწინებით. ვიდრე ქვას ტეხდა, გვერდით ჩავლილები ჩერდებოდნენ, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა. თავი ასე გაუკეთე, ხელები ასე, კერდი, მთელი სახე კი ისე. და ისიც თითოეული სურვილს ემორჩილებოდა. როცა შრომა დაასრულა, მან ორივე ქანდაკება გამოფინა, რათა ხალხს ორივე დაენახა. ამ ორიდან რომელი გონიათ უფრო ლამაზი, ყველა იმ ქანდაკებაზე მიუთითა, რომელიც ყველა წესის დაცვით იყო გამოქანდაკებული. მეორე კი მათი სურვილით ნაქანდაკები, რასაც უსწორმასწორო, შეუსაბამო, არეული გამოვიდა. ის, რასაც თქვენ აქებთ, განაგზობდა მოქანდაკე, ხელოვნების ყველა მოთხოვნით გავაკეთე და ამიტომაც სრულყოფილია. მეორე კი თქვენ გამოაქანდაკეთ, რამე თუ მე მას თქვენი სრულისამებრ ვაქანდაკებდი, ამიტომაც ის არაფრად ღირს. ეს ფაქტი იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანების სურვილები და გემოვნება სხვადასხვაა და ფრიად უცნაურიც. დავუშვათ, რომ ღმერთმა ყველაფერი შეასრულა, რასაც ადამიანები სთხოვენ. ერთს ერთი უნდა, მეორეს მეორე, სრულიად განსხვავებული და საპირისპიროს. ჯარისკაცს ომი უნდა, ვაჭარს მშვიდობა, მეზღვაურებს ზურგის ქარი, მაგრამ ერთს აღმოსავლეთისა, მეორეს დასავლეთის. მიწადმოქმედი მიწაზე წყნარ ამინც ითხოვს, მაგრამ ერთს წვიმით უნდა, მეორეს მზით. მოკლედ, რამდენი თავისაა, იმდენია გონება და ყველას თავისებურად სურს. ღმერთმა თითოეულის სურვილის შესრულება რომ ინებოს, რად გადაიქცევა ჩვენი სამყარო? უბსკრულად, ქაოსად, დაე ღმერთმა ისი აკეთოს, როგორც იცის, თავისი უსაზრო სიბრძნის ხელოვნებით და არა ჩვენი აზრით. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ინება ღმერთმა ყველაზე გვიან ადამიანი შეექმნა, რომ მას ყველაფერი უკვე შექმნილი დაენახა. ის დაკმაყოფილდებოდა, დამშვიდებოდა და დამშვიდებოდა იმით, რომ ღმერთმა ყოველივე კეთილ-ქმნა ფრიად და არ მოითხოვდა ერთს ესეც და მეორეს სხვანაირად. იაკობის ცოლი რაქელი ბერწი იყო და შვილები არ ყავდა. ის ორმაგად წუხდა, რამე თუ ხედავდა, რომ მის დას ბევრი შვილი ყავდა. რა საშინელი ვნება, ეჭვიანობა, განსაკუთრებით ქალთა გულებში. რაქელს შეშურდა თავისი დისა და გადაწყვიტა მომკვდარიყო. იხილა რაქელ, რამე თუ არა უშვა ძე იაკობს და ეშურებოდა დასა თვისა. როგორ ებრძოდა თავის ქმარს, მეც მე შვილი, უკვე თუ არა მოვკვდე მე. ორიდან ერთია, ან გავაჩენ, ან მოვკვდები. ან შვილების ნახვა სურს, ან სიკვდილისა. ღვთის მთელი კურთხევა მხოლოდ ჩემს დაზე გარდა მოვიდა. მე კი უშვილო წყევლა და სირცხვილი უნდა ვზიდო, ამას ვერ ავიტან. მეც მე შვილი, უკვე თუ არა მოვკვდე მე. შვილების ყოლა ასე ძლიერ უნდა რაქელს, მაგრამ იცის კი რა უნდა? დაე შესრულდეს მისი სურვილი. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა და სურვილი შეუსრულა. ხოლო მოიხსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოი მისი. მეც
შენთან ერთად ვიხარებ, შვენიერო რაქელ. საბოლოოდ პოვე ნუგეში, მოიხსენა ღმერთმა რაქელ. შენ აღარ ხარ ბერწი. შენ დაბადე, ხედავ შენი მუსლის ნაყოფს, მაგრამ შენი მშობიარობა როგორი იქნება? კარგს რას უნდა იღებდე შენი შვილისაგან, რომელიც ასე გწადია? ვაგლახ რა მესმის. რაქელის მშობიარობის დრო დადგა და ძნიად შობა. მძიმე მშობიარობა, დიდი ტკივილები. შვილს სიცოცხლე მისცა, თვითონ კი გარდაიცვალა. სურვილის ძე გახდა ძემწუხარებისა. რაქელმა შვა, მაგრამ მშობიარობისას მოკვდა. და იყო აღმოსვლასა, ოდენ სულისა მისისასა, რამე თუ მოკვდებოდა, უწოდა სახელი მისი ძე სალმობისა ჩემისა. მას ასე რაქელმა არ იცოდა რა უნდოდა. მას ძის ნახვას ყუროდა და იმავდროულად სიკვდილი ითხოვა. ფრიად სამართლიანია ოქროპირის მიერ ნათქვამი. უსარგებლოს ისე ვითხოვთ, რომ ჩვენთვის სასარგებლოსი არა გაგვიღება რა. პავლე მოციქულიც ამბობს, რაიმცა იგი ვილოცე, ვითარ იგი ჯერ არც არა ვიცით. ქრისტიანო, შენ ღვთისგან შვილებს ითხოვ, მაგრამ იქნებ მათ ცრემლი მეტი მოგიტანონ, ვიდრე სიხარული. შენ ჯანმრთელობას ითხოვ, მაგრამ იქნებ დროთა მანძილზე შენი ცოდვების გამრავლდეს. შენ სიმდიდრეს ითხოვ, მაგრამ ეგების შენი დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს. შენ პატივს ითხოვ, მაგრამ რაც მეტად აღზევდები, ეგებ მით უფრო დაბლა ჩამოვარდე. შენ ქვეყნიურ და დროებით სიკეთეებს ითხოვ, მაგრამ იქნებ მათში შენი ცხოვრების სიკვდილი, შენი სულის ტანჯვაჰპოვო, შენ არ აიცი, რასა ითხოვ. აი, აქ გავჩერდები. ჩვენ ახლა მოვისმინეთ, რომ უნდა ღმერთს ვთხოვოთ ჩვენი სათხოვარი, მაგრამ რა? აი, რა უნდა იყოს ჩვენი თხოვნა ღვთის წინაშე, ამაზე მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.